ევროპელი ლიდერები დარწმუნდნენ, რომ რუსეთისგან მომავალი საფრთხე არა მხოლოდ ვლადიმირ პუტინის უბრალო მუქარები და სიტყვების ბრახუნია, არამედ სავსებით რეალური საფრთხე. ამას ემატება ამერიკაში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება და სამყაროს უსაფრთხოების არქიტექტურის მკვეთრი ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჯერ კვლავ რჩება ევროპის ტრადიციულ პარტნიორად და ერთგვარ დამცველად, უსაფრთხოების ჭეშმარიტი გარანტიებისთვის ეს საკმარისი არ არის. ამიტომ ახლა ევროპელი მმართველები ფიქრობენ, რომ თავისთავად თვითონ უნდა დაიცვან და სერიოზულად ემზადებიან რუსეთისგან პოტენციური თავდასხმისთვის. აქტიური მზადება მიმდინარეობს ეგრეთ წოდებულ აღმოსავლეთის ფრონტზე. ბალტიის ქვეყნები ცდილობენ ერთობლივად რუსეთის საზღვართან შექმნან დაცვის ხაზი. მე დავინტერესდი, რა დაცვის ხაზი არის საუბარი, რა ტიპის გამაგრებით სამუშაოები მიმდინარეობს და რა შენობა ნაგებობებს განათავსებენ. ამიტომ დასახმარებლად მოვიხმე Google დედამიწა. ესტონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც რუსეთსა და ესტონეთს ბუნებრივი საზღვარი აქვთ მდინარე ნევას სახით, ერთი შეხედვით არანაირი გამაგრებითი სამუშაოები არ ჩანს. ლოგიკურიც არის, ამ შემთხვევაში მდინარე თავად ბარიერია. სამაგიეროდ საზღვარს, როდესაც ბოლომდე ჩავუყევი, სულ სხვა სურათი დამხვდა და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო. იმ ღობისა და მავთულხლართების გარდა, რაზეც ახლა მუშაობენ, თანამგზავრის სურათებიდან აშკარად ჩანს გამაგრებითი სამუშაოები. რას წარმოადგენს ეს გამაგრებები? საყრდენი პუნქტები, გამანაწილებელი ხაზები და რაც ყველაზე მთავარია, ბუნკერების ქსელი. ტიპური ბუნკერი იქნება 35 კვადრატულ მეტრიანი და დაიტევს 10 სამხედროს. გათვლილია, რომ 152 მმ-იანი ჭურვის პირდაპირ მოხვედრას გაუძლოს. უსაფრთხოების ეს სისტემა 60 მილიონი ევრო დაჯდება. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს დაცვა რუსეთის არმიის წინააღმდეგ? ამაზე საუკეთესო პასუხს იძლევა ესტონეთის სამხედრო მაღალჩინოსანი. შეუღწევი დაცვა არ არსებობს, მაგრამ ფასი, რაც მოწინააღმდეგემ ამ დაცვის დაძლევაში უნდა გაიღოს, ბევრად მაღალი იქნება, ვიდრე ახლა მოუწევდა. ესტონეთის მსგავსად სერიოზული მზადება მიმდინარეობს ჩრდილოთ და უფრო ძლიერი სამხედრო პოტენციალის ქვეყნებში, ფინეთსა და ნორვეგიაში, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. განსაკუთრებით კი ფინეთში, რომელსაც რუსეთთან 1340 კილომეტრიანი საზღვარი აქვს. ის, რომ ფინელებს ომი არ ეშლებათ და მაქსიმალურად ხანგრძლივი ვადით შეუძლიათ დარჩნენ კონკურენტულები, ეს ფინეთისა და საბჭოთა კავშირის ომმაც გვაჩვენა, მაგრამ ახლა ხალხი კიდევ უფრო მოტივირებულია, რომ გააძლიერონ თავდაცვა. სხვათა შორის, რუსეთსა და ნატოს პოტენციურ ომში ფინეთი იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, იმიტომ რომ მათი სამხედროები უნივერსალურები არიან. იციან ბრძოლის წარმოება როგორც ტყის მასივებში და მინდორში, ასევე უმკაცრეს პირობებში, არქტიკაში, ყინვასა და თოვლში. და რაც მთავარია, პოლიტიკურად, სამხედრო და სამოქალაქო დონეზე ხანგრძლივი ომისთვის ემზადებიან. თქვენი აზრით, რამდენია ფინეთის არმიის აქტიური პერსონალის რიცხვი? გაგიკვირდებათ და ის 10.000-აც არ აღემატება. ფინეთს საკუთარი კონცეფცია აქვს შემუშავებული, რომელიც ზოგადად ნატოს სამხედრო ორგანიზების სისტემას არ შეესაბამება. სამაგიეროდ ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ფინეთი და ზოგადად ვისაც არ ყავს დიდი მოსახლეობა, ეფექტიანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს მოდელი ჩვენთვისაც საინტერესო იქნება. ფინეთის არმია შედგება 9000 პროფესიონალი სამხედროსგან და ასევე თითქმის 900.000 რეზერვისტისგან, რომლის მობილიზაცია წლის ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. ეს რეზერვისტები არიან სამხედროები, რომლებმაც უკვე გაიარეს სავალდებულო ჯარი და კარგად გადამზადებული არიან. წელიწადში რამდენჯერმე მათთვის შეკრებები და ვარჯიშები იმართება. ამას ემატება 270.000 ადამიანი, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადის. სავალდებულო სამხედრო სამსახური გრძელდება მინიმუმ 165 დღე, მაქსიმუმ 1 წელი. საჭირო ასაკი 18-დან 60 წლამდე. სავალდებულო სამსახურს ნებაყოფლობით გადიან ასევე გოგოები. I think it's an honor to defend our country. We have seen what happened in Ukraine, so there's more feeling to the training. All the tactics we study are like Russian tactics, and in general, when we talk about the enemy, it's like always the Russians. ჯარს აქტიურად ეხმარება სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ახლა ქვეყნის მასშტაბით ბუნკერების მშენებლობით არის დაკავებული. ანუ ფინეთში ჯარი და სამოქალაქო საზოგადოება მჭიდროდ დაკავშირებული რგოლებია. მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ რუსეთთან ომის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება ხანგრძლივი ვადით. ამიტომ ფიზიკურად და მორალურად ამ გამოწვევისთვის მზად უნდა იყვნენ. ევროპა ცივი ომის შემდეგ ალბათ პირველად აფასებს რუსეთს არა როგორც პოტენციურ საფრთხეს, არამედ როგორც რეალურ საფრთხეს. როგორც დასაწყისში გითხარით, კეთილი ძველი ამერიკა, რომელიც მუდმივად მოდის ევროპის დასახმარებლად, ახლა სხვა საგარეო პრიორიტეტებს ახავს. მეტიც გრენლანდიას დაადგა თვალი. ამიტომ მიდგომა მარტივია, ჩვენ თავს ჩვენ თვითონ უნდა უშველოთ. ევროკავშირი ახლა აპირებს 800 მილიარდი ევროს მობილიზებას, რაც მის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებას მოხმარდება.
დღეს ვისაუბრებთ, რა პროცესები არის ამ მხრივ ევროკავშირში, რომელი ქვეყნები იქნებიან გადაიარაღების ავანგარდში და რაც მთავარია, როგორი ომისთვის ემზადება ევროპა. სხვათა შორის, მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ევროპას ერთიანი სამხედრო ძალები არ ყავს, მაგრამ წარსულში იყო ამის მცდელობა, რომ შეექმნათ ერთ სისტემაში მოქცეული არმია. 1950 წელს საფრანგეთის პრემიერი რენე პლევენი ამ ინიციატივით გამოვიდა. იდეა იყო ასეთი, რომ საფრანგეთი, დასავლეთ გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი და ბელგია გააერთიანებდნენ სამხედრო ძალებს, ექნებოდათ ერთიანი წარმოება, საერთო ბიუჯეტი და გადაწყვეტილების მიღების საკოორდინაციო ორგანო. ეს იქნებოდა მულტიეროვნული არმია, უნიფორმაც კი ერთი უნდა ქონოდათ. დიდი ბრიტანეთი და ამერიკაც სანახმა იყვნენ, რომ ევროპაში ასეთ ჯარს ეარსება. მაგრამ რენე პლევენის ინიციატივა ბოლოს იმით დასრულდა, რომ თვითონ საფრანგეთმა უარი თქვა შეთანხმების რატიფიცირებაზე. გარდაიცვალა სტალინი და ჩათვალეს, რომ საბჭოთა კავშირის შემოჭრის რისკი დასავლეთ ევროპაში აღარ არსებობდა. მერე ბოლოს თვითონ გერმანიაც ნატოს წევრი გახდა და ევროპის ერთიანი არმიის იდეა საბოლოოდ მიილია. დღეს რას მისცემს ევროპას ერთიანი არმია? ნახეთ, ამას აქვს ორი მხარე, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი. ზოგადად 27 დანაწევრებულ არმიას შეიძლება ჯობდეს ერთი სისტემაში მოყვანილი და კარგად ორგანიზებული ჯარი. თანაც ამ კონცეფციის მიხედვით ეს უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ერთ სტანდარტამდე დაყვანილი არმია. მაგალითად ეყოლებოდათ ერთი მთავარი საბრძოლო ტანკი და არა ვარიაციები როგორც ახლა. რეალურად ეს ვარიაციები იმას ემსახურება, რომ ყველა ქვეყანას თავის სამხედრო ტიპის დავალება აქვს შესასრულებელი, ამიტომ ამ საჭიროებიდან გამომდინარე ხდება შესყიდვა, მაგრამ მეორე მხარე ის არის, რომ ეს ვარიაციები ართულებს მაგალითად რემონტს, მიწოდებას და ასე შემდეგ. გადაწყვეტილებას ასეთი არმიის შემთხვევაში მიიღებდა ერთი პირი, რომელსაც ექნებოდა სერიოზული ბერკეტები. მაგრამ არ გამოდის ეს ყველაფერი როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. პოლიტიკურ მიმართულებას რაც შეეხება, ნებისმიერ გაერთიანებაში ყოველთვის გამოჩნდება პირობითად ვამბობ უნგრეთი, შეიძლება სხვა ქვეყანა იყოს პირობითად ვამბობ, რომელიც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვეტოს დაადებდა. ამიტომ ეს ერთიანობა არ გამოდის. საბოლოოდ ახლა ეს გარდაიქმნა კოლექტიურ თავდაცვაში, რაც ყველა მხარისთვის ბევრად მისაღებია ვიდრე აბსოლუტური ერთიანობა. ახლა გადავიდეთ ოფიციალურ მხარეზე. 2025 წლის მარტში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლობამ წარადგინა ევროპის დაცვის თეთრი წიგნი. მზადება 2030. ეს არის თავდაცვის ამომავალი წერტილი. დოკუმენტში საფრთხედ განსაზღვრულია რუსეთი, ჩინეთი და ახლო აღმოსავლეთი, რომელიც ევროპას ნაკლებად ეხება, თუმცა ასადის რეჟიმის დაცემა, ისრაელ-ღაზას დაპირისპირება იწვევს რყევებს და ეკონომიკურ რისკებსაც შეიცავს. ქვეყნების უსაფრთხოების სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს მიმართულებები, რომლის განხორციელება თავდაცვაში არსებულ ხვრელებს ამოავსებს. ეს პრიორიტეტებია: საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, საარტილერიო სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები, დრონები და ანტიდრონების სისტემები, სამხედრო მობილურობა, ანუ ლოჯისტიკა, ხელოვნური ინტელექტი, კიბერ და ელექტრონული ბრძოლა, სტრატეგიული შესაძლებლობები და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს გეგმა შედგენილი არის ევროკავშირის და არა ნატოს მიერ, შესაბამისად უფრო ფოკუსირებული არის წარმოებასა და ფინანსირებაზე და არა ოპერატიულ გეგმებზე, სამხედრო შენაერთების განთავსებასა და ასე შემდეგ. მთავარი კითხვა ალბათ აქ რაც გაგიჩნდათ არის ის, საიდან უნდა მოიტანოს ევროკავშირმა ეს 800 მილიარდი. პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, ეს თანხა უნდა მობილიზდეს არა 1 და 2 წელიწადში, არამედ ეს არის 5 წლის გეგმა. ყველაზე მარტივი გზა, რა თქმა უნდა, ქვეყნების მიერ სამხედრო ბიუჯეტის ზრდა არის, სადაც ახლა სერიოზული კრიზისი აქვთ. არაერთ ვიდეოში მithქვამს, რომ რიგ ქვეყნებს თავდაცვის ბიუჯეტში მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დახარჯვაც არ სურთ. არადა ეს არის სამიზნე მაჩვენებელი. ხორვატია, პორტუგალია, იტალია, ბელგია და ლუქსემბურგი იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ამ 2%-ს არ ხარჯავს. თან ნახეთ რა არის, ეს 2% აქტუალური იყო 2010-იანებში, მაგრამ ახლა, როდესაც ევროპაში ასეთი მასშტაბის ომია, ხოლო მთავარი მოწინააღმდეგე გაძლიერებული არის და სამხედრო ეკონომიკაზე არის გადაწყობილი, რა თქმა უნდა, რომ 2% საკმარისი აღარ არის. შესაბამისად, მხარეები ფიქრობენ, რომ ეს მაჩვენებელი უნდა გაზარდონ 5%-მდე. საქმეში ასევე ჩაერთვება ევროპის საინვესტიციო ბანკი და კერძო ინვესტიციები. ვინ იქნება წამყვანი მოთამაშე და ინდუსტრიის აღორძინების ლიდერი? გერმანია. ახლა მათ ისტორიული შანსი მიეცათ, ისტორიული კომპლექსები უკან მოიტოვონ და ევროპის თავდაცვის ავანგარდში მოექცნენ. პრინციპში უკვე ამას აკეთებენ. მარტში გერმანიამ კონსტიტუცია შეცვალა და ეგრეთ წოდებული ვალის მუხრუჭი შეასუსტა, რაც სამხედრო ბიუჯეტის დაფინანსების უზარმაზარ შესაძლებლობას იძლევა. EIP-ის მონაცემებით საუბარია 1 ტრილიონ ევროზე. აქედან 500 მილიარდი ევრო სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
ზოგადად დაუკვირდით, რომ ევროპული ქვეყნები ტურისტული თვალსაზრისით შეიძლება გამართულია, თუმცა სამხედრო ლოჯისტიკური კუთხით უდიდესი სამუშაოების ჩატარება მოუწევთ. უამრავი ვიწრო ქუჩა, ვიწრო ხიდი, ზოგიერთი ცენტრალური გზა გადის ძველ მჭიდრო დასახლებებზე, რაც საჭიროებს მოდერნიზაციას ან საერთოდ ახალი მარშრუტის შექმნას. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ყველა გაცემული კრედიტი მოხმარდება ევროპული წარმოების განვითარებას და მასშტაბის ზრდას. მოდით ახლა გავეცნოთ, რომელ კომპანიებზე არის საუბარი და ვის რისი წარმოება შეუძლია. პირველი ორგანიზაცია, მართალია ევროკავშირში არ შედის, სამაგიეროდ ევროპული ქვეყნების აქტიური მომმარაგებელია. ეს არის ბრიტანული BAE Systems. ძირითადი ფოკუსი არის სახმელეთო საბრძოლო ტრანსპორტი. დარწმუნებული ვარ, მათი ერთ-ერთი წარმატებული პროდუქტის, ბრედლის შესახებ ყველას გსმენიათ. ბრედლი დღეს უკრაინული არმიის მიერ აქტიურად გამოიყენება და მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ალბათ ყველას გახსოვთ ის ცნობილი ვიდეო, რა გაუკეთა ბრედლიმ რუსულ მოწინავე ტანკ T-90-ს. თუმცა ხო, ბრედლი ამერიკაში იწყობა. ევროპაში კი BAE Systems ამზადებს არანაკლებ ეფექტიან საბრძოლო მანქანას CV-90-ს, რომელიც ძირითადად შვედეთის არმიისთვის იქმნება. მათ წლიურ მოხსენებაში წერია, რომ 200 მილიონი მხოლოდ წარმოების გაფართოებისთვის საჭირო რესურსებში ჩაიდება. ამას ემატება წარმოების დასაჩქარებლად ინოვაციური ტექნოლოგიების შესწავლა და ტესტვა, მათ შორის ლაზერი, რობოტი, ხელოვნური ინტელექტი და ასე შემდეგ. 2030 წლამდე კომპანია ევროპული ქვეყნებისთვის 750 ახალ CV-90-ს დაამზადებს, თან ეს საუბარი არის უკვე შეკვეთილ რაოდენობაზე. სხვათა შორის იმისათვის, რომ უკეთესად გავიაზროთ, რამდენად კარგი ტექნიკაა, ნახეთ როგორ აფასებენ თვითონ რუსები. აღიარებენ მის უპირატესობას. ასე აფასებს ერთ-ერთი რუსი პროპაგანდისტი სამხედრო მიმომხილველი CV-ს, რომელიც ტროფეის სახით რუსებმა ჩაიგდეს. შემდეგი მოდის გერმანული ლეგენდარული სამხედრო სამრეწველო კომპანია Rheinmetall, რომელიც უფრო ფართო ასორტიმენტით გამოირჩევა, მათ შორის თანამედროვე ტანკები, საარტილერიო სისტემები და ანტისაჰაერო თავდაცვა. Rheinmetall-ს წარმოების უზარმაზარი შესაძლებლობა აქვს. ახლა მათი მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობიანობის პერიოდში მინიმუმ 1,1 მილიონი ჭურვის წარმოება რაოდენობის გაზრდის პერსპექტივით. ასევე ისინი სხვადასხვა ფილიალებს ხსნიან ევროპულ ქვეყნებში, მათ შორის უნგრეთსა და უკრაინაში. გერმანიის შემთხვევაში საინტერესო ის არის, რომ კერძო სექტორი სამოქალაქო სფეროდან ასევე დაინტერესებულია, რომ სამხედრო წარმოებაში თავის წვლილი შეიტანოს. ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ ავტომწარმოებლებს სულ უფრო უჭირთ მზარდ ჩინურ ავტოინდუსტრიასთან კონკურენცია. ახლა კი როდესაც ხედავენ, რომ ეკონომიკა ვითარდება სამხედრო მიმართულებით, რატომაც არა. Rheinmetall აპირებს Volkswagen-ის ორი დიდი ქარხანა გამოისყიდოს. მოკლედ, გერმანია ბრუნდება საქმეში და თანაც საკმაოდ მაღალი ფსონით. აქ მინდა კიდევ ერთ საინტერესო განწყობის შესახებ მოგიყვეთ. როგორც BBC-ს მასალაში წერია, გერმანელი ახალგაზრდები აქამდე ფიქრობდნენ, რომ იმისათვის, რომ ქვეყანამ გამოისყიდოს მეორე მსოფლიო ომში ჩადენილი სიმხეცეები, ერთადერთი გამოსავალი მდგომარეობდა ქვეყნის სრულ დემილიტარიზაციაში, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გადაფასდა. ახლა მათი აზრით, რუსეთისგან მომავალი საფრთხე იმ ფასეულობებს აყენებს ზიანს, რისიც აქამდე სჯეროდა და სწამდათ. ანუ მოსახლეობაშიც სამხედრო მრეწველობის რადიკალურად გაზრდის სურვილი ემთხვევა ახალ გამოწვევებს. მსხვილ კომპანიებს შორის არის ფრანგული თალესიც, რომელსაც ახლა ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალება ექნება შესასრულებელი და სხვა მიმართულებებისგან განსხვავებით, ეს 1 და 2 წელიწადში ვერ მოგვარდება. თალესი მუშაობს მაღალ ტექნოლოგიურ ელექტრონულ ტექნიკაზე, რადარებზე, კავშირზე, სახმელეთო და წყლისქვეშა სისტემებზე, თანამგზავრებზე, მაღალი სიზუსტის რაკეტებსა და ანტისაჰაერო თავდაცვაზე. ამჯერად გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში მთავარი პრიორიტეტი იქნება ამერიკის მსგავსი კოსმოსური დაზვერვის რესურსების შექმნა. საქმე იმაშია, რომ ამერიკას ამჟამად 259 სამხედრო თანამგზავრი ყავს, მაშინ, როდესაც ევროპას ჯამში არ აქვს 50. კიდევ ერთი ცნობილი კომპანია, რომელიც გადაიარაღების პროგრამაში მოიაზრება, იტალიური Leonardo-ა. Leonardo მულტიფუნქციურ სამხედრო ვერტმფრენებს აწარმოებს, თუმცა გადაიარაღების ფარგლებში მისი წარმოების მიმართულებები გაიზრდება. ახლა ისინი თურქულ ბაიკართან იწყებენ თანამშრომლობას და ერთობლივ უპილოტო საფრენ აპარატებზე იმუშავებენ. ბოლოს კი როგორც იქნა მივადექით, ჩემ ერთ-ერთ ფავორიტ სამხედრო კომპანიას, შვედურ Saabs. პატარა Saab ყოველთვის დიდი ამბიციებით იყო წარმოდგენილი, რომელიც გიგანტ ორგანიზაციებს ტოლს არ უდებდა მულტიროლური გამანადგურებლების შექმნაში. ორგანიზაცია ასევე აწარმოებს წყალქვეშა გემებს, რადარებს, დრონებს, მობილურ ტანკსაწინააღმდეგოებს, სამხედრო კოსმოსურ თანამგზავრებსა და თანამედროვე გემსაწინააღმდეგო რაკეტებს. სხვათა შორის შვედეთი ზუსტად ახლა სამოქალაქო თავდაცვასაც აძლიერებს. მთავრობა დაახლოებით 10 მილიონს გამოყოფს იმისათვის, რომ ბუნკერები აღადგინონ.
ჩანაფიქრის მიხედვით 64,000 ბუნკერი უნდა მოდერნიზდეს, რომლებიც მოსახლეობას ბირთვული ომისგან დაიცავს. აღსანიშნავია, რომ შვედეთს მსოფლიოში ბუნკერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელი აქვს. რეკონსტრუქციას 2-3 წელი დასჭირდება. ასევე დაუკვირდით, იცვლება ინფორმირების კონტექსტი. აქამდე როგორ იყო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, ხალხს ეუბნებოდნენ, არი ნერვიულოდ ყველაფერი კარგად არის, მთავრობა ყველაფერს აკონტროლებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ასე შემდეგ. ახლა ეს მიდგომა ევროკავშირმა შეცვალა და ადამიანებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ მუდმივად მზად უნდა იყვნენ სტიქიური უბედურებისთვის, კიბერშეტევისთვის და სამხედრო აგრესიისთვის. 26 მარტს მათ მოსახლეობას მოუწოდეს, რომ გააძლიერონ კრიტიკულად საჭირო მოწყობილობები და სულ მცირე 72 საათის საკვები ჰქონდეთ მომარაგებული. ამ ეტაპზე არ იწერება, რომ მაინც და მაინც ომისთვის იყვნენ მზად. როგორც ზემოთ გითხარით, უფრო დიდ წილად სტიქიურ გამოწვევებს ეხება გაფრთხილება. თუმცა ჰაჯა ლაჰბიბი, ევროკომისარი, რომელიც პასუხისმგებელია კრიზისების მართვაზე, სოციალურ ქსელში წერს: მზაობა ყველაფრისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ახალი ევროპული ცხოვრების წესი. ისე როგორც შენიშნავდით, პრიორიტეტულ მიმართულებებში არ იყო ისეთი ტრადიციული განხრები, როგორიც არის გემჩენებლობა, ავიაცია და ასე შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი ფულს არ ჩადებს მათ განვითარებაში. პირიქით, უბრალოდ ეს ის მიმართულებები იყო, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებს წარმოების გაფართოებას და მოდერნიზებას. ახლა პოპულარული არის უპილოტო საფრენი აპარატები, იგივე დრონები. და ეს უკრაინის ომმაც გვაჩვენა, მაგრამ დაუკვირდით, ევროკავშირი მთავარ აქცენტს აკეთებს დაზვერვაზე, დაზვერვის ტექნოლოგიებზე, არტილერიაზე და რაც ყველაზე მთავარი არის ლოჯისტიკაზე. ჩვენ შევეჩვიეთ იმას, რომ დრონებს შეუძლიათ ითამაშონ გადამწყვეტი როლი, მაგრამ აქ მედიურობაც თამაშობს. დრონის საშუალებას იძლევა ვიდეო ჩანაწერი გააკეთო და მთელ მსოფლიოს აჩვენო. ჭურვები, არტილერიის იქნება, ტანკის თუ თვითმფრინავის თუ გემის ამას არ აჩვენებს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ აგერ თურმე ყველაზე მთავარი დრონი ყოფილა. რუსეთ-უკრაინის ომი გადავიდა პოზიციურში, იმიტომ რომ რომელიმე მხარეს არ აქვს კოლოსალური უპირატესობა. ხვალ რომ ერთმა მხარემ უცებ კოლოსალური უპირატესობა მოიპოვოს მეორეზე, ომი რა თქმა უნდა ხასიათს შეიცვლის. ქვეითებში ან ავიაციაში რომელიმე მხარეს საგრძნობი უპირატესობა რომ კონდეს, მეორე მხარეს თავდაცვითი ღონისძიებისთვის ფიზიკურად არ ეყოფა დრონის ოპერატორების რაოდენობა. ევროპა კი როდესაც უყურებს არსებულ სიტუაციას, ხვდება, რომ ისეთი უპირატესობა უნდა მოიპოვოს თავიდანვე, რომ არავითარ შემთხვევაში საბრძოლო მოქმედებებმა არ მიიღოს პოზიციური ხასიათი. ამიტომაც აკეთებს აქცენტს არტილერიის, შორ მანძილზე მოქმედი ტექნიკის წარმოების გაზრდასა და შესაბამისად მოწინააღმდეგის სიღრმეში დაზვერვის უწყვეტ საშუალებებზე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმნიშვნელოვანეს პუნქტზე, ლოჯისტიკაზე. რეალურად ევროპას კოლექტიური თავდაცვის ფარგლებში საკმაოდ დიდი არმია ყავს. საუბარია 1,500,000 სამხედროზე. და ამ რაოდენობის სწრაფი მობილიზება, ორგანიზებული გადასროლა და გაშლა ფრონტის საჭირო მიმართულებებზე ითამაშებს გადამწყვეტ როლს. სხვათა შორის, ამ საქმის უდავო სპეციალისტები, ხელოვანები, ექსპერტები არიან ამერიკელები. ის, რაც მათ გააკეთეს ერაყის ომამდე, სამხედრო ისტორიის წიგნებში უნდა ისწავლებოდეს. თუ დრო და საშუალება იქნება, ისედაც გავაკეთებ ამერიკისა და ერაყის ომზე და იქ მოვყვები. ხო, მოკლედ იმას ვამბობდი, რომ დიდ ჯარს ჭირდება მოწესრიგებული და გაფართოებული ლოჯისტიკა. ამიტომ იხარჯება თანხის ყველაზე დიდი ნაწილი ამ მიმართულებაზე. და თემას რომ დაუბრუნდეთ, ევროპა არაპირებს ისეთ ომს, როგორც ახლა ზოგიერთ მიმართულებაზე რუსეთი და უკრაინა აწარმოებენ, ანუ ომი მხოლოდ დრონებით. ევროპა აპირებს უფრო სრულყოფილი არსენალი ჰქონდეს ნებისმიერი სამხედრო ოპერაციებისთვის. ჩვენ გვიყვარს იმის შესახებ საუბარი, რომ ბოლო წლებში ევროპა დასუსტდა. და კი, ეს ნამდვილად ასეა. მათ შორის დასუსტდა სამხედრო თვალსაზრისით. იმიტომ აჩქარებენ ახლა ფინანსირებას და აღორძინების ცდილობა აქვთ, რომ აქამდე სერიოზულად არ აფასებდნენ რუსეთის და ჩინეთის გაძლიერებას. ასევე არც ის ეგონათ, როდესმე ამერიკისგან თავის დაცვა თუ მოუწევდათ. გრენლანდიის მითვისების ცდილობაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, სამხედრო წარმოების მასშტაბური ზრდა და ამაზე გადაწყობა 1 და 2 წელიწადში არ მოხდება და ეს სუპერკომპლექსური საკითხია, რაც დროს მოითხოვს. ეს გზა უკვე გაიარა ამერიკამ, ჩინეთმა, რა თქმა უნდა რუსეთმა და ახლა უკვე ევროპის ჯერი დადგა. ეს ჩვენ გვიყვარს ყველას დაცინვა და მტრის არ დაფასება. არა და რეალურად win-win, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ ვართ იმ სიტუაციაში, რომ სხვებს დავცინოდეთ. ევროპას აქვს ერთი უმთავრესი რაღაც, რაც კიდევ ბევრს არ გააჩნია, გამოცდილება. გერმანელი ინჟინერი თავის საქმის საუკეთესო სპეციალისტია. მშვიდობიანობის პერიოდში ის რომ აკეთებს საუკეთესო ხარისხის მანქანებს, ომის დროს ეს ინსტიტუტები გაგიკეთებენ საუკეთესო ტანკს, არტილერიას, ჭურს, ავიაციას, გემს და ასე შემდეგ.
ფულიც აქვთ, უნარიც, ახლა უკვე ნებაც და მოცემულობაც, რომ ფორმაში ჩადგნენ. მოსახლეობის შემზადებაც დაიწყეს. არ არის აუცილებელი ომი იყოს, მაგრამ არც მიშვებულობა ვარგა, რაც ზუსტად ვიცით და ევროპა ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ და ჩვენნაირ ქვეყნებს რაც შეეხება, სამწუხაროდ მოცემულობა და რეალობა არის ასეთი, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია იმის რესურსი, რომ დავამარცხოთ დიდი ძალები. ფიზიკურად არის ეს შეუძლებელი. კლაუზევიცის იდეებითაც საბოლოოდ მაინც რიცხობრივ უპირატესობაზე დადის და ეს დრონების ეპოქაშიც დიდად არ შეიცვალა. ერთადერთი ჩვენაც გვჭირდება არის ფინური მოდელი და ფინელების მენტალიტეტი. ეს რას გულისხმობს? ტერი უნდა ხვდებოდეს, რომ კი, მე შემიძლია ამათი დამარცხება, მაგრამ ამათ დამარცხებაში მე რა ფასიც უნდა გავიღო, არ მიღებს. კი, ავიღებ ამ ქვეყანას, პატარა ქვეყანაა შემიძლია ვეომო და საბოლოოდ დავამარცხო, მაგრამ არ მიღირს, რომ სწორედ ასეთი პატარა ქვეყნისთვის ჩავხოცო ამდენი ადამიანი. ვიცი, რომ კარგად მომზადებულები არიან, კარგი გამაგრებულები არიან, იციან ომის წარმოება და არ მიღირს რა ამათთან ასეთი სახის ომი, იმიტომ რომ მეც ძალიან დავზარალდები. ამას უნდა ფიქრობდეს მტერი და საბოლოოდ პატივს უნდა სცემდეს ქართულ ძალას, რომელიც ახლა იდეაში არც არსებობს. ანუ არის ჯარი, არიან ადამიანები, არიან მაღალი დონის სპეციალისტები, მაგრამ არ აქვს საშუალება რომ განვითარდნენ, ხო? აგერ მეზობელი აზერბაიჯანი რომ ავიღოთ. პაკისტანისგან შეიძინა საკმაოდ კარგი საფრენი აპარატები. ჩვენ ავიაპარკი ბოლოს როდის განვახლეთ, 1-2 რაღაც ადგილობრივ დონეზე მოდერნიზაცია ჩაუტარეთ და სულ ეს იყო. იმ რეალობაში, როდესაც ყველა ვითარდება, ყველა რაღაცას ცდილობს, ჩვენ გაყინული ვართ ერთ ადგილას. ეს ძალიან საწყენი არის. ზემოთ ასეთი რაღაც ვახსენე, რომ ქვეყნები ახლა ამაგრებენ საზღვრებს და ამ საზღვრებზე გამახსენდა და მინდა მოყვე. საზღვრის გამაგრება და ბუნკერები კი არა, მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი, რომელიც უშუალოდ მე გადამხდა, ეს არის ჩემი პირადი გამოცდილება და რადგან ვიცი, რომ ცოტა ასეთი სენსიტიური თემა არის, ეპიზოდის ჩაწერის წინ ჩემს ახლობელთან გადავამოწმე, შეიცვალა თუ არა ადგილზე სიტუაცია. სამწუხაროდ არაფერი არ შეცვლილა. 1-2 წლის წინ ტურისტული მიზნით ვიმყოფებოდი საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში, რომელიც ესაზღვრება რუსეთს. რუსეთის ერთ-ერთ რეგიონს. კონკრეტულ ლოკაციებს ახლა არ დავასახელებ. მე ვნახე, როგორ პირობებში ცხოვრობენ და მუშაობენ ჩვენი მესაზღვრეები. შეყრილები არიან ერთ დიდ ტენტში, ეს არის შავი სქელი მატერია. ამ ტენტამდე, უბრალოდ ამ ლოკაციამდე დაახლოებით 50-70 მეტრის მოშორებით ცხოვრობდნენ, მაგრამ იმას დაეცა მეხი და მოუწიათ ადგილმდებარეობის გამოცვლა, გადმოვიდნენ ცოტა წინ. არანაირ კოტეჯზე საუბარი არ არის. თბებიან მხოლოდ შეშის ღუმელით. გადაადგილების ერთადერთი საშუალება არის ცხენი. არც დრონი აქვთ, არც კავშირი აქვთ წესიერი სხვა ბაზებთან და ასე შემდეგ. როცა მოპირდაპირე მხარეს, რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში მესაზღვრეები აღჭურვილი არიან კვადროციკლით, დრონით, ცხენით, უკეთესი ეკიპირებით, უკეთესი ტექნიკით, უკეთესი ფორმით, უკეთესი საცხოვრებელი პირობებით. ეს ქართული მესაზღვრეების ტენტი, სადაც არის გაშლილი, დაახლოებით 2-3 კილომეტრის მოშორებით დგას კოტეჯი, რომელიც ტურისტულ მიზნებს ემსახურება. ეს კოტეჯი ააშენა ადგილობრივმა მოსახლეობამ და სხვადასხვა ფონდებმა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ვიღაცამ არ თქვას, რომ იქ ძალიან მაღლა არის, ვერავა ვენფრენი, ვერაიდანს მასალას და ასე შემდეგ. როცა ზუსტად ხო გეუბნებით 2-3 კილომეტრის მოშორებით არის კოტეჯები, სადაც უწყვეტი ელექტროენერგია არის, საპირფარეშო არის, საძინებლები, ადამიანურად რომ დარჩე და იცხოვრო რაღაც კონკრეტული 2-3 დღე, ყველაფერი, ყველა სახის ინფრასტრუქტურა მზად არის. ეს ხალხი რომელიც ქვეყანას იცავს საზღვარზე დგას ზამთარში, თოვლში, წვიმაში, სეტყვაში ცხოვრობენ ტენტში. დღემდე, იმის მერე 3 წელი გავიდა და ისევ ტენტში ცხოვრობენ. ჯარს და წარმოებას თავი რომ დავანებოთ, რომელიც მართლდება, იმიტომ რომ ვიღაც არ გავაღიზიანოთ. ახლა ეს მე რაც მოვყევი, რომ ლოკალურად აღმოიფხვრას ასეთი გამოწვევები, ესეც არ გაღიზიანება ხომ არ არის. ჯარი გინდა თუ სასაზღვრო პოლიცია, ეს არის ის სამსახურები, რაზეც დგას ქვეყანა და ეს არის ქვეყნის სახე. მით უმეტეს რომ ტურისტულ ზონაში არის და ნებისმიერი ქვეყნის ტურისტი, რომელიც იმ ადგილას ჩადის, ხედავს ამას თავის თვალით. 2025 წელს რატომ უნდა გვიწევდეს იმაზე საუბარი, რომ მესაზღვრემ იცხოვროს ადამიანურ და ღირსეულ პირობებში მუშაობის საშუალება ჰქონდეს. შეიძლება ქვეყანაში უშუალოდ მესაზღვრის პროფესია არ არის დიდად პოპულარული, მაგრამ რეალურად არავიზე ნაკლებს საქმეს ის არ აკეთებს, ხო? ხო და რომელ გამაგრებებზე და ბუნკერებზეა საუბარი, როცა ასეთი ელემენტარული პრობლემებიც ვერ გვარდება. გასაგებია, რომ ყველგან ასე არ იქნება, სადღაც ბევრად უკეთესი სიტუაცია, სადღაც შეიძლება უფრო უარესი არის. ფაქტი არის, მე რაც მოვყევი წლიდან წლამდე არ იცვლება და იგივე არის.
თუ მთავრობიდან ამ ვიდეოს ერთი ადამიანი მაინც ნახავს, დაინტერესდეს ადგილზე რა სიტუაცია არის, თუ არის მე დარწმუნებული ვარ რომ ყველგან იციან სად რა ხდება და თუ მაინც არის რაღაც საოცარი გამონაკლის და არ იცის, ვინმე ერთმა მომწეროს სად მოხდა, როდის მოხდა და ყველაფერს მე თვითონ გავუზიარებ. ერთი რაღაც ყველამ უნდა იცოდეს რომ არის ისეთი პროფესიები, მეხანძრე, მაშველი, ჯარი, აი თუნდაც ეს სასაზღვრო პოლიცია, რაზეც დგას ქვეყანა. ამ ხალხს უნდა კონდეს ღირსების, სიამაყის და პატივის ცემის შეგრძნება. სახელმწიფომ უნდა შეუქმნას პირობები, რომ ეს ყველაფერი მათ კონდეთ და გრძნობდნენ. კომენტარებში დამიწერეთ, ისევ თავარ თემას რომ დაუბრუნდეთ, კომენტარებში დამიწერეთ, თქვენ რომელი ქვეყნის მოდელი მოგწონთ, როგორც სამოქალაქო თავდაცვაში, ისე უშუალოდ პროფესიულ არმიაში, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ. აი ასეთი ეპიზოდი გამოვიდა დღეს, მე კი დროებით დაგემშვიდობებით. დროებით.